მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტაროარხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა გადაწყვეტილება მიიღო ჩემთან მიმართებაში. დღეს გვექნება სამპოზიციანი გაშლა, თქვენს წინაშე არის პოზიციები, აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, შეგიძლიათ ვიდეო გააჩეროთ ხოლმე, თუ მალე ვერ არჩევთ პოზიციას და როდესაც იქნებით მზად, შემდეგ განაგრძოთ ვიდეოს ყურება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს რეზონირებას, როდესაც ჩართავთ, მოусმენთ, მისგან საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და არ აქვს მნიშვნელობა, თუ როდის განვათავსე საიტზე მე. პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ დეტალებისთვის მესენჯერში დამიკავშირდეთ, ტრადიციულად Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ხოლმე, როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველში. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვა, პირველებო მოგესალმებით და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა პიროვნებამ თქვენთან მიმართებაში. დავამატოთ არკანი. ჩემო პირველებო, პირველ პოზიციაზე საკმაოდ კარგი ინფორმაცია გვაქვს, რადგან თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა პიროვნებამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ თქვენთან მიმართებაში ტემპი გაზარდოს, ან მოვლენები, რომელიც აქამდე იყო დაპაუზებული, განაახლოს, ან დააჩქაროს ტემპის ცვლილება. მოდის თქვენს პოზიციაზე უმთავრესი რაც არის. თქვენთან მიმართებაში მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეტი გესაუბროთ, მეტი კონტაქტი გქონდეს თქვენთან, ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში თუ ახლა შეყვარებულები ხართ, ურთიერთობაში სტაბილურობა, ჯანსაღი კომუნიკაცია გაქვთ, ურთიერთობა უფრო დაასერიოზულოს, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში ამ პიროვნებამ უკვე თავისთვის მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ თქვენ მისთვის მომავალი მუდმივი პარტნიორი ხართ, ანუ თქვენთან დაოჯახების სურვილი გაუჩნდა ამ პიროვნებას. თუ ახლა ცოტათი ისეთი სტაბილური ურთიერთობა არ გაქვთ და ახალი ნაცნობი არის, ან რაღაც პრობლემური ურთიერთობა არის, ან რაღაც ბარიერული სიტუაცია გაქვთ, აქ პიროვნებამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ თქვენთან ურთიერთობის ხარისხის გაზრდა, უფრო მეტი კომუნიკაცია, უფრო მეტი ინფორმაცია სურს თქვენთან, უკეთ გაგიცნოთ სურს, დაგიახლოვდეთ სურს, ბევრ თემაზე გესაუბროთ. სიტუაცია შეცვალოს, ხვდება რომ თავის თავზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, რაღაც ინიციატივა აიღოს და ის ტემპი, რაც ახლა თქვენ შორის არის, გააორმაგოს, ძალისხმევის ჩადება. აი ესეთი მშვენიერი გადაწყვეტილება მიუღია მას. აქ მოსაფიქრებელი დრო ჰქონდა ამ პიროვნებას და ძალიან ისეთი ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, ანუ გაიაზრა, ეს ისე არ არის იმპულსური გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან დიდი ფიქრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, სადაც მიხვდა ეს ადამიანი და ჩამოყალიბდა იმ აზრზე, რომ თქვენ მის ცხოვრებაში ნამდვილად უნდა იყოთ, არსებობდეთ მის გვერდით და მას მოწონს ის, რაც თქვენ შორის ხდება. და სხვათა შორის აი აქ არის ისეთი ინფორმაცია კიდევ, რომ ეს პიროვნება შეწუხდა და დაიხალა თავისი მარტოობით. აქ მარტივი ხასიათის ადამიანი არ არის. მას ახასიათებს დრო და დრო თავის თავში ჩაკეტვა, იმის გააზრება, მართალს და სწორს აკეთებს თუ არა, უჭირს ხშირად სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, ნატურით არის უფრო პესიმისტი, უფრო თავის თავზე ორიენტირებული ადამიანი, მაგრამ თქვენ მის ცხოვრებაში უფრო ესეთი ტემპი გაზარდეთ, ან ის სურვილი გააღვიძეთ მასში, რომ ტემპი გაზარდოს იმის ხარჯზე, რომ ეს ურთიერთობა ან არ გაფუჭდეს, ან არ დაზიანდეს თქვენ შორის ურთიერთობა. სხვათა შორის თვითონაც არ იცის, როგორ მოახერხეთ ეს. მასზე ამ ხელაზე გავლენა როგორ მოახდინეთ. რაღაც ფარული ნიჭი გაქვთ ისეთი, რომ მას ძალიან კარგად გაუგეთ.
ან პირადი სივრცე მიეცით და სხვათა შორის ეს პიროვნება ფიქრობს, რომ თქვენ მასში ძალიან დიდი რადიკალური ცვლილებები შეიტანეთ, რაც მის ცხოვრებაში გამოჩდით, მის პიროვნული თვისებებიც კი გამოასწორეთ ან გადაასხვაფერეთ და თქვენთან ურთიერთობა, ანუ თქვენთან რაც ურთიერთობაში არის, ფიქრობს, რომ მას ეხმარება პიროვნულ განვითარებაში და ფიქრობს, რომ ძალიან ისეთი ზებუნებრივი ძალა გაქვთ, იმიტომ რომ ფაქტიურად ძალიან დიდ ტრანსფორმაციაში ჩააგდეთ ეს ადამიანი და გადააფასა მან თავისი დაშორებული შეცდომები არის ეს თუ თავის განვლილი გზა არის, თავის განვლილი ცხოვრება არის და აბსოლუტურად უნდა რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს და მისი ცხოვრება აღარ ჰგავდეს იმ ცხოვრებას, რაც აქამდე ჰქონდა, როგორი ტემპიც ჰქონდა, როგორი რუტინული დღეებიც ჰქონდა და მზად არის რომ ყველაფერი ასე ვთქვათ, ძველი რაც არის დათმოს და თქვენთან ერთად ახალი საწყისები დაიწყოს. ძალიან კარგი პოზიცია არის, ძალიან პოზიტიურ განწყობაზე არის აქ პიროვნება, პირველებო. დაგემშვიდობებით თქვენ და გადავინაცვლოთ ჩვენ მეორე პოზიციაზე. მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა პიროვნებამ თქვენთან მიმართებაში. რამშვენიერი არკანი არის იმპერატორი ქალი. სხვათა შორის აქ მიიღო გადაწყვეტილება ამ პიროვნებამ, რომ თქვენ აუცილებლად ამის შემდეგ დაგიჯეროთ, მოგისმინოთ და თქვენი შენიშვნა იქნება ეს, დარიგება იქნება ეს, მეკუთვნილი რჩევა იქნება ეს, თუ რაღაც იდეა იქნება, აუცილებლად უფრო მეტი სერიოზულობით აღიქვას და მოგისმინოთ. ამ პიროვნებამ გადაწყვიტა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ამის შემდეგ თქვენი სიტყვა უფრო ღირებული, უფრო ფასეული გახდეს მისთვის და თქვენს ნათქვამ სიტყვებს უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს, ვიდრე სხვა დანარჩენ ადამიანებს. შეიძლება ეს პიროვნება დარწმუნდა, რომ თქვენ მისთვის ძალიან კარგი გინდათ და თქვენი სიტყვები გამართლდა, ან შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ მიხვდა, რომ თქვენ მისთვის ესეთი მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ, რომელიც მას ძალიან უგებს და თქვენი სიტყვა სანდოა, თქვენი მხარდაჭერა მისაღებია მისთვის, თქვენი გამოცდილება არის ძალიან დიდი და მისთვის აყრდენი გახდით, მისთვის მაგალითი გახდით, მისთვის ძალიან ისეთი ავტორიტეტი გახდით, სადაც ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ძალიან გონიერი პიროვნება და რაც არ უნდა იყოს, თქვენ უნდა მოგისმინოთ, რადგან ამ რჩევით, ამ გვერდში დგომით თუ თანაგრძნობით ხვდება, რომ მისი ცხოვრება უკეთესი ხდება. კიდევ ვნახოთ, რას გვეტყვის ტარო. დღეს ძალიან პოზიტიური და ძალიან კარგი არკანები გვაქვს და ეს ძალიან მახარებს. მეორეებო, ამ პიროვნებამ მიიღო გადაწყვეტილება თქვენთან მიმართებაში, რომ თქვენთან ან ბედი დააკავშიროს, ან უკვე აღიაროს, რომ თქვენ მისი მეორე ნახევარი ხართ და თქვენ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახდით. იცით რა არის აქ თითქოს ამ პიროვნებამ ახლა გააცნობიერა როგორი ფასეული პიროვნება ხართ მის ცხოვრებაში და მიხვდა როგორ შეეფერებით ერთმანეთს. რამდენად კარგი არის, როდესაც თქვენთან რჩება, რამდენად უკეთესად გრძნობს თავს, რამდენად წინ მისდის ცხოვრება, როდესაც თქვენ გიჯერებთ და წყულში მოქმედებთ. ეს პიროვნება აღგიქვათ როგორც მის მეწყვილეს. აქ ძალიან სერიოზული ურთიერთობის საწყისი გაქვთ მეორეებო. აქ შეიძლება უკვე ცოლ-ქმარიც ხართ ზოგიერთი თქვენთაგანი და აქ ამ შემთხვევაში პიროვნება მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარწმუნდა, რომ თქვენ ხართ მისი ოჯახის წევრი და სხვა დანარჩენი უკვე პრიორიტეტი არ უნდა იყოს და პირველ რიგში თქვენ უნდა დაგაყენოთ ყველანაირ სიტუაციაში. თუ ჯერ ოჯახი არ გაქვთ, აქ ელოდეთ ამ პიროვნებისგან, რომ უკვე მისი ფიქრები მიმართული არის თქვენთან სერიოზული ურთიერთობის საწყისისთვის, იმიტომ რომ აქ მოვიდა
ქურუმი კაცი და იმპერატორი ქალი. ეს არის ძალიან ძლიერი კავშირი, ეს არის კავშირი, სადაც შეიძლება ყავდეთ საერთო შვილები, საერთო მომავალი, პერსპექტივები, თანაცხოვრება და ერთმანეთთან ისეთი ურთიერთობა, რაც მარტივი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოცდის და გაკვეთილის ჩაბარება გიწევთ ცხოვრებისეული, მაგრამ აქ პიროვნება ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ საკუთარ თავს კითხვით არ რომ იყო გამოცდილი, მაგრამ აქამდე არ იცოდა, რას ნიშნავს პარტნიორის გვერდში დგომა, ჭკვიანი ქალის რჩევა დარიგება და აქ ძალიან ისეთი გააზრება აქვს, რომ თქვენ მის გონებას, მის ასე ვთქვათ, კრეატიულობას, მის შემოქმედებას იქნება ეს თუ უბრალოდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ტოლს უდებთ და არ ჩამორჩებით და ძალიან ჭკვიანი ხართ. და აქ სხვათა შორის გადაწყვიტა, რომ თქვენი ურთიერთობა გაღრმავდება, ანუ დარწმუნდა, რომ თქვენ მისთვის ძალიან ისეთი შესაფერისი ადამიანი ხართ, ძალიან ავსებთ ერთმანეთს და საკმაოდ ძლიერი პარტნიორი ხართ. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მასთან ურთიერთობას რუტინულ სახეს არ აძლევს და სულ რაღაც სიახლეები შეგაქვთ მის ცხოვრებაში. აქ შეიძლება გადაწყვიტოს ამ პიროვნებამ ესეთი სიტუაცია, რომ რაც არ უნდა გაუჭირდეს და კრიზისში ჩავარდეს და რაღაც ეჭვები შეიტანოს თავის გადაწყვეტილებაში, ან ცოტა რთული პერიოდები გქონდეს, ან დეპრესიული ფონი გქონდეს, ან ემოციური სისუსტე გამოავლინოს, ამის შემდეგ თქვენ პრობლემა გაგიზიაროთ და ერთად გადაწყვიტოთ ეს პრობლემები. შეიძლება მალავდა ხოლმე ეს ადამიანი და არ გაჩვენებდათ, რომ რაღაც უჭირდა, მაგრამ მიხვდა, რომ თქვენ შეგიძლიათ, რომ სწორად აღიქვათ ნებისმიერი სიტუაცია, განსჯისმაგივრად დახმარების ხელი გაუწოდოთ და ამ პიროვნებამ ის გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან მიმართებაში, რომ რაღაც სირთულეს და ბარიერული სიტუაციები თუ შეექმნება ცხოვრებაში და ექნება ჩავარდნა, თქვენთან ერთად განიხილოს და ეს პრობლემა ერთად დაამუშაოთ და ამის შემდეგ პრობლემები აღარ დაგიმალოთ. ესეთი გადაწყვეტილება აქვს მას მიღებული. დაგემშვიდობებით მეორეებო, იმედია თქვენთვის ეს ინფორმაცია იყო სასარგებლო და მე გადავინაცვლებ უკვე მესამე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა პიროვნებამ რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან მიმართებაში. კვარტხების მეფე. აქ არის მისი ინიციატივები. გადაწყვიტა, რომ მეტად გამოავლინოს თქვენს მიმართ დაინტერესება, ინიციატივა, მეტი შემოთავაზება იყოს, თავის თავზე აიღოს რაღაცა კითხები, წამყვანი ფიგურა ურთიერთობაში თვითონ გახდეს, მეტი ძალისხმევა ჩადოს, მეტი მონდომება დაგანახოთ, მეტი აქტიურობით გამოირჩეოდეს, რაღაც ისეთ ტონუსში არის, რომ აი რაღაც მის გონებაში თუ გულში რაც ხდება, ესე ღიად გამოიტანოს თქვენთან მიმართებაში და ამ პიროვნებამ გადაწყვიტა, რომ თქვენთვის იყოს კვარტხების მეფე, თქვენი დამცველი, თქვენი გვერდში მდგომი. გადაწყვიტა, რომ ურთიერთობაში დროებით ან რაღაც პერიოდის მანძილზე ლიდერული პოზიცია თვითონ აიღოს და აი ამ შემთხვევაში რაღაც ძალიან ისეთ ენერგიულობას უგრძნობდა და მოჭარბებულ დაინტერესებას უგრძნობდა თქვენთან მიმართებაში. შეიძლება აქამდე მას ჰქონდა ესეთი პოლიტიკა და ურთიერთობა თქვენთან, რომ ხანდახან იკარგებოდა ან მოდიოდა ურთიერთობაში რაღაც პერიოდის გარკვეული პერიოდი, შემდგომ რაღაც პასიურ ენერგიაში გადადიოდა და ეს რაღაც დისბალანსი
იყო თქვენს შორის, სადაც აი შეიძლება ბოლომდე ვერ კონკრეტიკას ვერ იღებდით მისგან თუ რა უნდოდა თქვენგან მეგობრობა უნდოდა, ურთიერთობა უნდოდა, თითქოს აი ურთიერთობა რაღაც მომენტში აეწყობოდა, მერე უკან დგავდა ნაბიჯებს ეს ადამიანი და სულ რაღაც საფიქრელში იყავით, რომ აი რა შეიძლება ახლა მისგან ეს რას ნიშნავდა, ეს რომ მითხრა, ეს რას ნიშნავდა, რაღაც კითხვის ნიშნავს გიტოვებდათ ხოლმე ეს პიროვნება და აი რაღაც მომენტში კომუნიკაციაში შემოდიოდა, მაგრამ რაღაც პერიოდი შეეძლო რომ თქვენს გარეშე გაიგრძელებინა ცხოვრება და ძალიან ჩვეულებრივად, ასე ვთქვათ, აგრძელებდა თავის ყოველდღიურობას. აი აქ რაღაც ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ცოტა ტრანსფორმაცია გაიარა ამ ყველაფერზე, ცოტა დაფიქრდა, ცოტა იქ რაღაც შეიძლება თქვენგან ცოტა ციცივეც იგრძნო ამასობაში, რაღაც თქვენი ინტერესები სხვა ადამიანებისკენ გადაიხარა, ან სხვა ინტერესები გაგიჭრა თქვენს დაუგვიანეთ პასუხები თქვენს ყურადღება აღარ მიაქციეთ და აი ახლა დაფიქრდა, რომ ესე არ შეიძლება, ანუ მეც მომაკლდა რაღაც ყურადღება და მოდი ახლა ინიციატივიანი უფრო მეტად ვიქნები, რომ ის კომუნიკაცია აღარ დავკარგო, ის ინიციატივები, ის პატივისცემა არ დავკარგო, რასაც აქამდე თქვენ მის მიმართ გრძნობდით, ხომ? აი ამ სტატუსის შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან მიმართებაში ამ პიროვნებამ ის, რომ თქვენთან გახდეს მეტად აქტიური და აი ეს რაღაც ჩავარდნები, რაც ახასიათებდა ხოლმე, ცოტათი უფრო მეტად დაასტაბილუროს და გაამყაროს. შეიძლება გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ხვდება, რომ ეს ყველაფერი რაღაც თითქოს ურთიერთობას აზიანებს. კი, რადგან აქ ამოხვედით, აი ასეთ წყვილში ხმლების დედოფალი, ხმლების მეფე, შეიძლება მისმა პასიურობამ რაღაც კონფლიქტი გამოიწვია, ან ძალიან გაცივდა ურთიერთობა თქვენ შორის და ინტერესი დაკარგეთ ამ ურთიერთობაში და აი ამ პიროვნებამ გააცნობიერა, რომ თავისი მიდგომა არასამართლიანი არის და რა ენერგიაც თქვენთან დააფიქსირა, თქვენც იმ ენერგიაში გადახვედით და თქვენც მისი საჭიროება ისე აღარ გქონდათ. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება უფრო მეტად უკავშირდება იმ ფაქტორს, რომ აი ეს დისტანცია არის თუ ურთიერთობაში სიცივე არის თუ კრიზისი არის, გაანეიტრალოს და ხმლების მეფის პოზიციიდან კვარტხების მეფის პოზიციაში გადაინაცვლოს, ანუ ცივი ენერგეტიკიდან თბილი ენერგეტიკაში გადავიდეს, სადაც დაგანახებთ, რომ ეს ურთიერთობა მისთვის საჭირო არის და გაახალისებს ამ ურთიერთობას და ლიდერულ პოზიციას ამ შემთხვევაში თვითონ დაიკავებს. დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.